ებრაელთა მიმართ. ღმერთი ძველთაგან მრავალჯერ და მრავალი სახით ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველებში. ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ძეში, რომელიც დააყენა ყოვლის მემკვიდრედ, ვისი მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი. იგია დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, ყოველივე რომ უპყრია თავისი ძალის სიტყვით, რა კი დაასრულა ჩვენი ცოდვების განწმენდა, დაჯდა დიდების მარჯვნივ სიმაღლეებში. ანგელოზებზე იმდენადვე უკეთესი გახდა, რამდენადაც მათზე უდიდესი სახელი დაიმკვიდრა. ვინაიდან რომელი ანგელოზისათვის უთქვა მსოდესმე, ჩემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშობე შენ, ან კიდევ, მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე. ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად ამბობს, დაეთაყვანისცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა, ხოლო ანგელოზებზე ამბობს, ის ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ მოგიზგიზე ცეცხლად. ძეზე კი, შენი ტახტი ღმერთო უკუნითი უკუნისამდეა, შენი მეფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია. შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება, ამიტომ გცხო შენ ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით შენს თანამოზიარეებზე მეტად. და შენ დააფუძნე უფალო თავდაპირველად მიწა და ცა შენი ხელის ნამოქმედარია. ისინი დაიღუპებიან, შენ კი დარჩები და ყოველივე დაძველდება სამოსელივით. მოსასხამივით დაგორგლავ მათ და სამოსელივით გამოიცვლებიან, შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დასრულდება. ანგელოზთაგან რომლისთვის უთქვა მსოდესმე, დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა სადგამად. განაყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათ და სამსახურად წარმოგზავნილი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს. ამიტომ გვმართებს მეტი გულისყურით ვიყოთ მოსმენილისადმი, რათა არ გადაუხვიოთ. ვინაიდან თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა კუთვნილ საზღაურს. მას როგორ გადავრჩებით, უგულებელ მყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, რომელიც თავდაპირველად უფალმა გვიქადაგა და ჩვენში მსმენელთა მეშვეობით გამტკიცდა. ღვთის მიერ ნიშნების, სასწაულების და სხვადასხვა ძალების მეშვეობით დამოწმებით და მისი ნებისაბებ სული წმიდის განაწილებით. ვინაიდან ანგელოზებს როდი დაუმორჩილა ღმერთმა მომავალი ქვეყნიერება, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. ვიღაცა სადღაც დაუმოწმებია და უთქვამს, რა არის კაცი შენ რომ გახსოვს იგი, ან და კაცის ძე რომ მოინახულებ. ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე, დიდებით და პატივით დააგვირგვინე იგი და დააყენე იგი შენს ნახელავზე მაღლა. ყოველივე დაუმორჩილე მის ფერხთა ქვეშ, ხოლო როცა ყოველივე დაუმორჩილა მას, არაფერი დაუტოვებია მისთვის, რომ არ დაემორჩილებინა. ახლა კი ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს. მაგრამ ვხედავთ, რომ სიკვდილის განცდის გამო დიდებით და პატივით დაგვირგვინებულია იესო, რომელიც ოდნავ იყო დამცირებული ანგელოზთა წინაშე, რათა მას ღვთის მადლით ეგემა სიკვდილი ყველას გულისათვის. ვინაიდან შეჰპეროდა მას, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მოიყვანა დიდებამდე, მათი გადარჩენის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით. ვინაიდან გამწმედელი და განწმენდილნიც ყველანი ერთისაგან არიან, ამიტომ არც ხვენია მათ ძმები უწოდოს. და ამბობს, ვაუწყებ შენ სახელს ჩემს ძმებს, კრებულ შორის გიგალობ შენ. და კიდევ, მივენდობი მას, და კიდევ, აგერ მე და შვილები, რომლებიც მომცა ღმერთმა. რა კი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი. და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო. ვინაიდან ანგელოზებს კი არ ღებულობს, არამედ აბრაამის თესლს ღებულობს. ამიტომ იგი ყველაფერში უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე ხალხის ცოდვების შესაწყნარებლად. ვინაიდან როგორც თვითონ იტანჯა და გამოიცადა, ისე შეუძლია დაეხმაროს განსაცდელში მყოფ. ამიტომ ძმანო წმიდანო, ზეციური მოწოდების ზიარნო,
დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს იესო ქრისტეს, რომელიც თავისი ამომრჩევლის ერთგულია როგორც მოსე მთელს მის სახლში. ვინაიდან ის მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსია, ისევე როგორც სახლზე მეტი პატივი აქვს სახლის აღმშენებელს. ვინაიდან ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია. თუ მოსეც ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, იმის დასამოწმებლად რაც უნდა თქმულიყო, ხოლო ქრისტე როგორც ძე მის სახლში. ჩვენ კი მისი სახლი ვართ, თუ ბოლომდე მტკიცედ შევინახავთ გაბედულებას და იმედის სიამაყეს. ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს, დღეს როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც უდაბნოში გამოცდის დღეს დრტვინვისას, სადაც გამომცადეს მე თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს 40 წელიწადს. ამიტომ განვრისხნი იმ მოდგმაზე და ვთქვი, მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს მათ ჩემი გზა. ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში. თვალი გეჭირო ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველ დღე, ვიდრე გაითქმის დღესო, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით. ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუ კი რწმენის საწყის მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე. ვიდრე გაითქმის დღეს როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს როგორც დრტვინვისას. ვინ იყო რომ მოისმინა და დრტვინვა იწყო? ყველა ხომ იმადგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან. მას ვიღაზე მრისხანებდა იგი 40 წელიწადს, თუ არა ცოდვილებზე, რომელთა ძვლებიც უდაბნოში ჩაიყარა. ვინც დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის სიმშვიდეში, თუ არა ურჩევს. და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ვერ შეძლეს შესვლა ურწმუნობის გამო. ამიტომ გვეშინოდეს, რათა ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესასვლელად, ვინმე თქვენგანი არ აღმოჩნდეს დაგვიანებული. ვინაიდან სახარება ჩვენს გვეუწყა როგორც მათ, მაგრამ მათთვის სარგებლობა არ მოუტანია მოსმენილ სიტყვას, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას. ხოლო სიმშვიდეში შევდივართ ჩვენ, მორწმუნენი, როგორც მან თქვა, ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში, თუმცა ღვთისსაქმენი დასრულდნენ ჯერ კიდევ წუთი სოფლის დასაბამიდან. ვინაიდან მეშვიდე დღეზე სადღაც ასე თქმულა და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან. და იმავე ადგილას კიდევ ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში. მაშრაკი ზოგ შეუძლია მასში შესვლა, ისინი კი, რომელთაც უწინე ხარად, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო. კვლავა წესებს გარკვეულ დღეს ამბობს დავითით, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი, დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს. ვინაიდან იესო ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის სიმშვიდე, ამის შემდეგ იგი აღარა სიტყოდა სხვა დღეზე. ამისათვის კიდევ რჩება შაბათის სიმშვიდე ღვთის ხალხისათვის. ვინაიდან ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისაგან, როგორც ღმერთმა თავისისაგან. მას ვეცადოთ, შევიდეთ იმ სიმშვიდეში, რათა არავინ ჩავარდეს ურჩობაში მათი მაგალითისამებრ. ვინაიდან ღვთის სიტყვა არის სოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს. არც ერთი ქმნილება არ არის დაპარული მისი ხედვისგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს. და ახლა, როცა ჩვენ გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გაიარა ზეცა, იესო ღვთისძე, მტკიცედ შევინახოთ აღსარება. ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგზნოს ჩვენს უძლურებებში, არამედ ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში გარდა ცოდვისა. აბა, თამამად მივიახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის. ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი ადამიანთაგან ამორჩეული,
ადამიანთათვის არის დაყენებული ღვთისმსახურში, რათა შესწიროს ძღვენი და მსხვერპლი ცოდვებისათვის. მას ძალუთ შეიწმაროს უმეცრები და გზასაცდენილები, ვინაიდან თვითონაც მოცულია სისუსტით. ამიტომ ვალდებულია შესწიროს ცოდვების გამოსასყიდი მსხვერპლი ხალხისთვისაც და თავისთვისაც. და არავინ თავისით არ ღებულობს ამ პატივს, არამედ ვინც ღვთის მიერაა მოწოდებული, როგორც აარონი. ასევე ქრისტეს არ უდიდებია თავისი თავი, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო, არამედ იმან, ვინც უთხრა მას, ჩემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშობე შენ. როგორც სხვა ადგილასაც ამბობს, შენ მღვდელი ხარ უკუნისამდე მელქისედეკის წესით. მან თავის ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, სიკვდილისაგან მისი დახსნის შემძლეს და შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო. და თუმცა ძე იყო, მან ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება. და იგი სრულქმნილი, მარადიული ხსნის მიზეზი შეიქმნა ყველა მისი მორჩილისათვის. და ღვთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით. ბევრი გვაქვს ჩვენ სალაპარაკო ამაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, ვინაიდან ყურმძიმენი გახდით. ვინაიდან დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თქვენ კვლავ უნდა გასწავლონ ღვთის სიტყვის პირველი საწყისები. თქვენ მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ. ვინაიდან ყოველი, ვინც რძით იკვებება, გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგან ჩვილია. მაგარი საჭმელი განკუთვნილია სრულთათვის, რომელთა გრძნობანი ჩვევით გაწაფულია კეთილისა და ბოროტის გასარჩევად. ამიტომ დავტოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ და კვლავ ნუ ჩაუყრით საძირკველს მკვდარი საქმეების მონანიებას და ღვთისრწმენას. ნათლობათა, ხელების დასხმისა, მკვდართა აღდგომისა და მარადიული განკითხვის მოძღვრებას. ამას გავაკეთებთ თუ ღმერთი ნებას მოგცემს, ვინაიდან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ზეციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას, გემოუნახეს ღვთის კეთილ სიტყვას და საუკუნო ძალებს და მერე დაცემულნი კვლავ განახლდნენ მოსანანიებლად, რადგან ისინი კვლავ ჯვარს აცვამენ ღვთის ძეს და აგინებენ. ვინაიდან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება, იგი ღვთისაგან ღებულობს კურთხევას, ხოლო რომელიც იძლევა ეკალსა და კუროს თავს, უვარგისია და ლამის დაწყევლილი, მისი ბოლოა დაწვა. მაგრამ საყვარელნო, ჩვენ გვჯერა, რომ უკეთესნი ხართ და მიწევნულნი ხართ ხსნას, თუმცა ასე ვლაპარაკობთ. ვინაიდან ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარული შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს. მაგრამ გსურს, რომ ყოველი თქვენგანი იმედის სისრულისათვის იჩენდეს იმავე ერთგულებას ბოლომდე, რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენით და სულგრძელობით იმკვიდრებენ აღთქმებს. ვინაიდან ღმერთი აძლევდა რა აღთქმას აბრაამს, რა კი არ შეეძლო ვინმე თავისზე დიდი დაეფიცა, საკუთარი თავი დაიფიცა. უთხრა: ჭეშმარიტად კურთხევით გაკურთხებ შენ და გამრავლებით გაგამრავლებ შენ. და ასე სულგრძელობით მიაღწია აღთქმას. ადამიანები იფიცებენ უმაღლეს და ფიცია მათი ყოველგვარი დავის დასასრულის დამამტკიცებელი. ამიტომ, როცა ღმერთს სურდა უპირატესად ეჩვენებინა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების უცვალებლობა, ფიც მიმართა. რათა ორ უცვალებელ საქმეში, რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს, დიდი ნუგეშისცემა გქონდეს ჩვენ, რომელნიც გავეშურეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენს წინ მდებარე იმედს, რომელიც ჩვენი სულისათვის არის ღუზასავი სანდო და მტკიცე და შედის ფარდის მიღმა, სადაც ჩვენთვის წინამორბედად შევიდა იესო და გახდა უკუნისამდე მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით. ვინაიდან ეს მელქისედეკი, სალიმის მეფე, უზენაესი ღვთის მღვდელი, შეეგება აბრაამს, მეფეების განადგურების შემდეგ დაბრუნებულს და აკურთხა იგი, რომელსაც აბრაამმა 100 უწილა და ყველაფრისაგან.
პირველად მისი სახელი ნიშნავს სიმართლის მეფეს, შემდეგ სალიმის მეფეს, ანუ მშვიდობის მეფეს. უმამო, უდედო, უგვარტომო, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული, ღვთის ძის მსგავსად რჩება მღვდლად სამუდამოდ. შეხედეთ ახლა, რაოდენ დიდია იგი, რომელსაც მამამთავარმა აბრაამმა უწილა და მიათედი ნადავლიდან. მათ, ვინც ლევიანთაგან მიიღებენ მღვდლობას, რჯულით მცნება დააქვთ მეათედის აღება ხალხისაგან, ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ისინიც აბრაამის საზარდულიდან გამოვიდნენ. მან კი, ვინც მათი გვარიდან არ არის, მიიღო მეათედი აბრაამისაგან და აკურთხა აღთქმის მქონე. ხოლო ყოველგვარი ცილობის გარეშე უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება. აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები. იქ კი, ვისაც მოწმობა აქვს, რომ ცოცხალია. და ასე ვთქვათ, თვით ლევიმ, რომელიც მეათედს ღებულობს, აბრაამის საშუალებით გაიღო მეათედი. ვინაიდან ჯერ კიდევ მამის საზარდულში იყო, როდესაც მელქისედეკი შეეგება. ხოდა სრულყოფა, რომ ლევიანური მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს, ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული, მას რაღაც საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით და სახელდება არა აარონის წესით, რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად საჭიროა რჯულის შეცვლაც. ვინაიდან ის, ვის ზედაც ლაპარაკია, ეკუთვნოდა სხვა ტომს, საიდანაც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს. ვინაიდან ცხადია, რომ ჩვენი უფალი აღმოფწყინდა იუდასაგან, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უნთქვავს მოსეს. და კიდევ უფრო ნათელია ის, რომ მელქისედეკის მსგავსად დგება სხვა მღვდელი, რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არაა მღვდელი, არამედ უსასრულო სიცოცხლის ძალით. ვინაიდან დამოწმებულია, შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით. ადრინდელი მცნება კი გაუქმდა უსუსურობისა და უსარგებლობის გამო. ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი იმედი, რომლის მეშვეობითაც უახლოვდებით ღმერთს. და ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე. ეს კი ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას, დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს, შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით. ესოდენ უმჯობესი აღთქმის თავდებიც იესო გახდა. მღვდელი ბევრი იყო, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში. მას კი უკუნისამდე დარჩენით გარდუვალი მღვდლობა აქვს. ამიტომაც ძალუც სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ. ასეთი მღვდელმთავარი შევფერის ჩვენ, წმიდა, უმანკო, გულმართალი, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზედა ამაღლებული, რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისათვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის, ვინაიდან ეს მან ერთხელ მოიმოქმედა, როცა თავი შესწირა. ვინაიდან რჯული აყენებს უძლურ ადამიანებს მღვდელმთავრებად, ხოლო ფიცის სიტყვამ რჯულის შემდგომ დააყენა ძე უკუნისამდე სრულქმნილი. თავარი, რაზედაც ლაპარაკია, ეს არის. ყავს ისეთი მღვდელმთავარი, რომელიც დიდების ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა ადამიანმა. ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი დაყენებულია ძღვენისა და მსხვერპლის შესაწირავად, ამიტომ მასაც უნდა ჰქონდეს რაიმე მისატანი. და თუ დარჩებოდა მიწაზე, აღარ იქნებოდა მღვდელი. ვინაიდან აქ არიან მღვდლები, რომელნიც რჯულის თანახმად წირავენ ძღვენს, რომლებიც ემსახურებიან ზეციურ სახესა და ჩრდილს, როგორც მოსეს ებრძანა, როცა იგი შეუდგა კარვის გასრულებას. იხილე, ეუბნება და გააკეთე ყოველივე იმის მსგავსად, რაც თაზე გეჩვენა. ახლა კი მან მიიღო უპირატესი მსახურება, რა კი იგი უმჯობესი აღთქმის შუამავალია და უკეთეს დაპირებებზე არის დადგენილი. ვინაიდან პირველი რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორისათვის ადგილს აღარ მოძებნიდნენ. ვინაიდან უთხრა მათ ყვედრებით, აჰა, დადგება დღეები, ამბობს უფალი, და დაუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს.
ისეთ აღთქმას კი არა, რომელიც მათ მამებს დაუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა, ვინაიდან ისინი არ დარჩნენ ჩემს აღთქმაში და მე უგულებელ ვყავი ისინი, ამბობს უფალი. აჰა აღთქმა, რომელსაც აღუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი, ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი. აღარავინ ასწავლის თავის მოძმეს და თავის ძმას და არ ეტყვის, შეიცანი უფალი, რადგან ყოველი მათგანი დიდიდან პატარამდე შემიცნობს მე. ვინაიდან შევუნდობ მათ უსამართლობას და ცოდვებს აღარ გაუხსენებ. რა კი თქვა? ახალიო, ამით დააძველა პირველი, ხოლო რაც ძველდება და ბერდება, ახლოა მოსპობასთან. პირველ აღთქმასაც ჰქონდა ღვთისმსახურების წესდებები და ამქვეყნიური წმიდა. ვინაიდან მოწყობილი იყო პირველი კარავი, რომელშიც იყო სასანთლე, ტაბლა და საწირი პური, რომელსაც წმიდა ეწოდება. მეორე ფარდის მიღმა იყო კარავი, სახელწოდებით წმიდათა წმიდა, რომელსაც ჰქონდა ოქროს სასაკმევლე და ყოველი მხრიდან ოქროთი მოჭედილი აღთქმის კიდობანი, სადაც იყო მანანით სავსე ოქროს ტაკუკი, აარონის განადლებული კვერთხი და აღთქმის ფიქალები, ხოლო მათ ზემოთ დიდების ქერუბიმნი, რომელიც უჩრდილავდნენ შენდობის ადგილს. ამაზე ახლა ნუ ვილაპარაკებთ დაწვრილებით. ასეთნაირად მოწყობილ პირველ კარავში მუდამ შედიან მღვდლები მსახურებათა შესასრულებლად, ხოლო მეორეში მარტო მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ, ოღონდ არა სისხლის გარეშე, რომელსაც წირავს თავისათვის და ხალხის უმეცრებისათვის. სული წმინდა უჩვენებს ამით, რომ ჯერ კიდევ არაა გახსნილი გზა წმიდაში, სანამ დგას პირველი კარავი. ეს არის აწმყო დროის მაგალითი, როდესაც წირავენ ზღვენთა და მსხვერპლთ, რასაც არ შეუძლია შემწირველი სინდისის სრულყოფა, რაც საჭმელ სასმელებითა და სხვადასხვა გამბანებით და ხორციელი წესებით დადგენილი იყო მხოლოდ გამოსწორების დრომდე. ხოლო ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, მოვიდა დიდი და უფრო სრულყოფილი, ხელთუქმნელი კარვით, ესე იგი, არა ამნაირად შექმნილით. არა ვაცთა და ზვარაგთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა. ვინაიდან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის მკურება წმიდად ყოფს გაუწმიდურებულთ, რათა განიწმიდოს სხეული. მით უმეტეს სისხლი ქრისტესი, რომელმაც საუკუნო სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმენთ ჩვენ სინდის მკვდარი საქმეებისგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის. ამიტომ ის არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, მათ, ვინც მოწოდებულნი არიან მარადიული მემკვიდრეობისათვის, მიიღონ აღთქმული. ვინაიდან სადაც ანდერძია, იქ აუცილებელია მოანდერძის სიკვდილი, რადგან ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, მანამდე მას ძალა არ აქვს, ვიდრე მოანდერძზე ცოცხალია. ამიტომ არც პირველი აღთქმა იყო დამტკიცებული სისხლის გარეშე. ვინაიდან მოსემ, როდესაც წარმოთქვა მთელი ხალხის წინაშე ყველა მცნება რჯულისამებრ, აიღო ზვარაგთა და ვაცთა სისხლი წყალთან, მეწამულ მატყლთან და უსუფთან ერთად და აბკურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხს და თქვა, ესაა სისხლი აღთქმისა, რომელიც ღმერთმა აღგიქვთ თქვენ. მან კარავსაც და მთელ სამსახურებელ ჭურჭელსაც მოაბკურა სისხლი. თითქმის ყველაფერი რჯულის მიხედვით სისხლით მიდავდება და სისხლის დაღვრის გარეშე არ ხდება მიტევება. მაშასადამე, იმათი სახეები, რომლებიც ზეცაში არიან, უნდა წმიდავდებოდნენ ამით, თვით ზეციურნიკი ამაზე უმჯობესი მსხვერპლებით. ვინაიდან ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდაში ჭეშმარიტის ანარეკლში, არამედ თვით ცაში, რათა წარდგეს ახლა ჩვენთვის ღვთის წინაშე. და არა იმისათვის, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც შედის მღვდელმთავარი ყოველწლიურად წმიდაში სხვისი სისხლით. მაშინ მას წუთი სოფლის დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა, ის კი ერთხელ საუკუნეთა დასასრულს გამოჩნდა თავისი მსხვერპლით ცოდვის აღსაკვეთად.
და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერმე განკითხვა, ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვებისაგან გასაწმედად, არამედ მის მომლოდინეთას ახსნელად. რჯული, რომელსაც აქვს მომავალ სიკეთეთ აჩრდილი და არათვით საგანთა ხატება, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით, ვერასოდეს ვერ შეძლებს სრულყოს მასთან მისულები. თორემ შეწყვეტდნენ შესაწირავს, ვინაიდან შემწირველებს თუ ერთხელ განიწმიდებოდნენ, აღარ ექნებოდა ცოდვების არავითარი შეგნება. მაგრამ მათში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება, ვინაიდან ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია. ამიტომ ქრისტე წუთის სოფელში მოსვლისას ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე. ყოვლად დასაწველები და ცოდვის გამოსასყიდი არ იყო შენთვის მოსაწონი. მაშინ მე ვთქვი: აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად ღმერთო. ზემოთ რომ თქვა, არც მსხვერპლები, არც შესაწირავები, არც ყოვლად დასაწველები, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რომლებსაც წირავენ რჯულის თანახმად, შენ არ გსურს და არც არის შენთვის მოსაწონი. მაშინ დაზინა: აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად ღმერთო, ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე. ამ ნებით ვარ ჩვენ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. და ყოველი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და მრავალგზის წირავს იმავე მსხვერპლთ, რომელთაც არასოდეს არ ძალუძთ ცოდვების მოსპობა. მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. მას შემდეგ კი ელის, სანამ მისი მტრები მის ფერხთა სადგამად იქცევიან. ვინაიდან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო გასაწმედელნი. სულიწმიდაც გვიმოწმებს ჩვენ, ვინაიდან ნათქვამია: აჰა, აღთქმა, რომელსაც უანდერძებ მათ იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი, მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათ გონებაში. ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ. ხოლო სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი მათთვის. ამრიგად, ძმანო, რა კი გვაქვს გაბედულება წმიდაში შესვლისა იესოს სისხლის მეშვეობით, ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი თავისი ხორცით და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლზე, მიუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტის სინდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით სხეულგაბანილნი. მტკიცედ მიუყვეთ იმედის აღსარებას, ვინაიდან აღმთქმელი სარწმუნოა. ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს ჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს და მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას. ვინაიდან თუ ჩვენ მასაკეთ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შემეცნება, კვლავ ნეფსით ვწოდავთ, აღარ არჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის, არამედ სამსჯავროს რაღაც საშინელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქმისათვის გამზადებული შურის ცეცხლი. თუ კი ვინმე მოსეს რჯულის უარმყოფელი 2 ან 3 კაცის მოწმობით შეუწყალებლად ისჯება სიკვდილით, როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა და წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმინდა და შეურაცხყო სული მადლისა. რადგან ჩვენ ვიცნობთ იმას, ვინც თქვა: ჩემია შურისგება და მე მივუზღავ, და კიდევ უფალი განიკითხავს თავის წერს, საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა. გაიხსენეთ უწინდელი დღეები, როცა განათლდით და დაითმინეთ ტანჯვის უდიდესი ღვაწლი. ერთი მხრივ შეურაცხყოფასა და ჭირში იყავით სხვათა სასეიროდ ქცეული, მეორეს მხრივ კი მათ თანაუგზნობდით, ვისაც იგივე დაემართა. ვინაიდან ჩემს ბორკილებსაც თანაუგზნობდით და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იტანდით, რა კი იცოდით, რომ ზეცაში გაქვთ უკეთესი და წარუვალი საუნჯე. მაშ ნუ მიატოვებთ თქვენს გაბედულებას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს. მოთფინება გმართებთ თქვენ, რათა აღასრულოთ ღვთისნება და მიიღოთ აღთქმული. ვინაიდან კიდევ ცოტა, ძალიან ცოტაც და მოვა მომავალი, არ დააყოვნებს. მართალი იცოცხლებს რწმენით, ხოლო თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას.
ხოლო ჩვენ უკან მიქცეულთაგანი კი არა ვარ დასაღუპავად, არამედ მორწმუნენი სულის სახსნელად. ხოლო რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, და დასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ. მასში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება. რწმენით შევიტყობთ, რომ საუკუნეები მოწყობილია ღვთის სიტყვით, რადგან წარმოიშვა უხილავისაგან. რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაინისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი როგორც ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენთა შესახებ და მისითვე კვლავ ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგ. რწმენით იქნა გადაყვანილი ენოკი, რათა სიკვდილი არ ენახა. ვეღარავინ ჰპოვა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, ვინაიდან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა. ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს. რწმენით იყო, რომ მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული. ღვთის მოშიშობით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად. ამით მსჯავრი დასდო წუთის ოფელს და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის ძალით. რწმენით იყო, რომ დაემორჩილა აბრაამი მოწოდებას წასულიყო ქვეყანაში, რომელიც მემკვიდრეობად უნდა მიეღო და ისე წავიდა, რომ არ იცოდა სად მიდიოდა. რწმენით იყო, რომ შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს და კარვებში მკვიდრობდა ისაკთან და იაკობთან იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად, ვინაიდან ელოდა ქალაქ საძირკლიას, რომლის მშენებელი და შემოქმედი ღმერთია. რწმენით იყო, რომ სარამაც უნაყოფომ მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგარდასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღთქმელი. ამიტომ ერთისაგან და ისიც ლამის მკვდრისაგან იშვა მრავალი, როგორც ცაში ვარსკვლავები და როგორც უთვალავი ქვიშა ზღვის ნაპირზე. რწმენაში დაიხოცნენ ესენი ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმულნი. მხოლოდ შორიდან უყურებდნენ მათ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე. ვინაიდან ისინი, ვინც ასე ლაპარაკობენ, ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ. ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო. მაგრამაც სურდათ უკეთესი, ესე იგი ზეციური. ამიტომ ღმერთსაც არ ცხვენია, რომ თავის თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან მოუმზადა მათ ქალაქი. რწმენით იყო, რომ მიიყვანა აბრაამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა და რა კი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდ შობილს სწირავდა, რომელზეც ნათქვამი იყო, ისაკში გეყოლება შენ შთამომავლობა. ვინაიდან მიიჩნია, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალად შესწევს, ამიტომ მიიღო იგი მაგალითის სახით. რწმენით იყო, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის. რწმენით იყო, რომ აკურთხა სათითაოდ იაკობმა იოსების ზენი და თაყვანისსა ღმერთს თავის კვერთხს დაყნობილმა. რწმენით იყო, რომ მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავის ძვლების შესახებ. რწმენით იყო, რომ მალავდნენ მოსეს მისი მშობლები დაბადებიდან 3 თვეს, ვინაიდან ხედავდნენ, რომ ბავშვი კარგი იყო და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას. რწმენით იყო, რომ თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო. და ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა წარმავალ ცოდვიან განცხრომას. ქრისტესათვის გმობა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან ხედავდა საზღაურს. რწმენით იყო, რომ დატოვა ეგვიპტე და მეფის რისხვას არ შეუშინდა, ვინაიდან იგი თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო. რწმენით იყო, რომ მოაწყო პასექი და სისხლის შეპკურება, რათა არ გაჰკარებოდა შემმუსვლელი მათ პირმშოებს. რწმენით იყო, რომ გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე, ხოლო ეგვიპტელებმა ცადეს, მაგრამ დაინთქნენ. რწმენით იყო, როცა დაეცა იერიხონის გალავნები 7 დღიანი გარშემოვლის შემდეგ. რწმენით იყო, რომ არ დაიღუპა ურწმუნოებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობიანად მიიღო მსვერავები. კიდევ რა ვთქვა? დრო არ მეყოფა, რომ ვილაპარაკო გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იაფთაეზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე, რომლებიც რწმენი დამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ מחვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისაგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს. ცოლები
გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს, სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისათვის მიეღწიათ. სოგმა დაითფინა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები. მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ, מחვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, შეჭირვებულნი, შევიწროებულნი, დათრგუნულნი. ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი წუთი სოფელი, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევხუებში. ყველა ამათგანს რწმენით დამოწმება კი ჰქონდა, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, იმიტომ რომ წინასწარ გაითვალისწინა ღმერთმა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ განსრულებულიყვნენ. ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს, იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა. იფიქრეთ იმაზე, ვინც მოითმინა ესოდენი სიძულვილი ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულ დაძაბუნებულნი. ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საბრძოლველად და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა თქვენდამი მომართული, როგორც შვილებისადმი. შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ. რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი, სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს. თუ თქვენ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ როგორც შვილებს, ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს. ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რაც ყველასთვის საზიაროა, მაშინ თქვენ ბუშები ყოფილხართ და არა შვილები. და კიდევ, თუ ჩვენი ხორციელი მამები გწვრთნიდნენ და გვეშინოდა მათი განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ. ისინი გწვრთნიდნენ თვითნებურად მცირე დღეებისათვის, ეს კი ჩვენი სარგებლობისათვის, რათა წილი გქონდეს მის სიწმიდეში. ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდგომში სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა. აბა, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები. მოასწორეთ გზები თქვენს ფერხთათვის, რათა კოჭლმა არ გადაუხვიოს, არამედ უფრო განიკურნოს. ეცადეთ იქონიოთ ყველასთან მშვიდობა და სიწმიდე, რომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს. გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღვთის მადლი, რათა რომელიმე მწარე ფესვმა აღმოცენებისას ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბილწოს. რათა არ იყოს თქვენ შორის გარყვნილი, ან ღვთის გარეგანი, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის უარი თქვა პირმშოღობაზე. თქვენ ხომ იცით, რომ ამის შემდეგ იგი უკუგდებული იყო, როცა მოისურვა მემკვიდრეობით მიეღო კურთხევა. ვერ მონახა მონანიების ადგილი, თუმცა ცრემლებით კი ითხოვდა ამას. თქვენ არ მიახლოებულ ხართ მთას, ხელშესახებსა და ცეცხლით აგზნებულს, არც ბნელსა და წყდიაც, ან ქარიშხალს, არც საყვირის ხმას და არც სიტყვათა ხმას, რომლის გამგონენიც ითხოვდნენ, რომ მათთვის აღარ გაგრძელებულიყო სიტყვა. ვინაიდან აღარ შეეძლოთ იმ ბრძანების ატანა, ხეციც რომ შეეხოს მთას, ჩაიქოლოს. იმდენად საშინელი იყო ეს სანახაობა, რომ მოსემაც თქვა, შეწრწუნებული ვარ და ვკანკალებ. მაგრამ თქვენ მიეახლეთ სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს, ზეციურ იერუსალიმს და აურაცხელ ანგელოზებს, კრებულს და პირმშოთა ეკლესიას, საში რომ არიან ჩაწერილნი და ყველას განკითხავ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს. და ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და საბყურებელ სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთმეტყველებს. ფრთხილად, ნუ უარყოფ მოლაპარაკეს, რადგან თუ კი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც უარყვეს ქვეყნად მაუწყებელი, მით უფრო ჩვენ, თუ ზურგს ვაქცევთ ზეციდან მაუწყებელს, რომლის ხმამ მაშინ შეძრა მიწა, რომელმაც ახლა მოგცა ასეთი აღთქმა, კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო დედამიწას, არამედ ცასაც. კიდევ ერთხელ იშნავს შეძრულთა შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც შეუძრავია. ამიტომ ჩვენ შეუძრავ სასუფეველს რომ ვღებულობთ,
ვიქონიოთ მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს მოწიწებითა და მოშიშებით, რადგან ჩვენი ღმერთი ჭამელი ცეცხლია. ძმური სიყვარული დარჩეს. სტუმართ მოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ სტუმართ მოყვარეობა და არ სოდნიათ. გაიხსენეთ პატიმარნი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი და ტანჯულნი, რადგან თქვენ თვითონაც სხეულში იმყოფებით. ყველას ცოლქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს. თქვენი გზა იყოს ვერცხლის სიყვარულის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა, არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ. ამიტომ გამხნევებულნი ვამბობთ, უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია, რას მიზამს მე კაცი. გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, მათი სიცოცხლის აღსასრული შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას. იესო ქრისტე გუშინდა დღეს, იგივეა უკუნისამდე. არ გაგიტაცოთ სხვადასხვა და უცხო მოძღვრებებმა, ვინაიდან კარგია გულის გამაგრება მადლით და არა საჭმელებით, საიდანაც სარგებელი ვერ ნახეს მისმა მიმდევრებმა. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. ვინაიდან ცხოველთა გვამებს, რომელთა სისხლი ცოდვათათვის შეაქვს მღვდელმთავარს წმიდაში, ბანაკს გარეწვავენ. ამიტომაც იესოც, რათა განეწმიდა ხალხი თავისი სისხლით, კარიბჭის გარეთ იტანჯა. მას გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა. ვინაიდან არ გაგვაჩნია აქ მუდმივი ქალაქი, არამედ მომავალს ვეძებთ. მას მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს. არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და გაზიარება, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღვთისათვის. მოусმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენ სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არა კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის. ილოცეთ ჩვენთვის, ვინაიდან დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი და გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ. უფრო მეტად კი შეგაგონებთ, გააკეთოთ ეს იმისათვის, რომ მალე დავბრუნდეთ თქვენთან. ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხრის დიდი მწყემსი, ჩვენი უფალი იესო, სრულყოთ ყოველ კეთილ საქმეში მისი ნების შესასრულებლად, თქვენში მისი მოსაწონის საქმნელად იესო ქრისტეს საშუალებით, მას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. გთხოვთ ძმებო, შეიწყნარეთ ეს დარიგების სიტყვა, რადგან მოკლედ მოგწერეთ თქვენ. იცოდეთ, გათავისუფლდა ჩვენი ძმა ტიმოთე და თუ მალე მოვიდა, მასთან ერთად გინახულებთ. მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღოლი და ყველა წმიდა. იტალიელები მოკითხვას გითვლიან. მადლი ყველასთან თქვენთან. ამინ.